აჰა, ძალიან მშვიდობისა, ჩემო კარგო. მცირე პროლოგი. მომართვისა ვინდა რისთვის? მერაბი გაწუხებს ხიდაშელი, ჩემო კახა. შენდობას ვითხოვ რომ მოგმართავ შენობით, იმიტომ რომ ქრისტეს მერე სიყვარულით მიყვარხარ და უზარმაზარ პატივცემ. ეს იყო არის და იქნება ესე. განაპირში სული მიდგას. კახა პროფესიით ექიმი ვარ. წერალი, პოეტი, რუსულენოვან სამყაროში ბატონყა ეთყობა კარმულია ბედის საბედისწეროა წერ რუსულ ენაზე და 22 მილიონი კითხველი მყავს რუსულენოვან სამყაროში. თარგმნილია 7 ენაზე კახა და 7 ენაზე ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის ტირაჟირებას ვაკეთებ, ანუ ბატონი ბიზნესი, შენი პირადად და ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჩემი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიყავს. სწორი მიმართულებით, იმიტომ რომ საკმაოდ დავისაჯე წინა რეჟიმის დროს, ძალიან მწარეთ, დამაინვალიდეს, მომიკლეს უფროსი ძმა და მოკლედ ასე შემდეგ. კახა, სამი თაობის ვერელი ვარ, ჩემო კარგო. 4 ქვეყნის საპატიო მოქალაქე, კითხულობ ლექციებს ძალიან ბევრ ქვეყანაში, კითხულობდი ეს 3 წელიწადია სეფსისის მერე და მძიმე მდგომარეობაში, აღმოჩნდი ფიზიკურ თვალსაზრისით. კახა, მე მინდა ჩემი პატარა ტკივილი გამცნო, პატარა არა, საკმაოდ მძიმე და მძაფრი. საქმე იმაშია, რომ მე და ძალიან ბევრ ჩვენ საერთოდ მეგობრებს, ვისაც შენც ისნოვ და პატივსცემ, გქონდა კლუბი არტ-ჰაუს თბილისი დავარქვით. ჯაჭრელებულია დღესაც შენი და ბატონი ბიძინას სურათებით, მადლიერების დანიშნად. ეს არის კლუბი, რომელიც ფუნქციონირებდა როგორც პატარა ლაუნჯი, მაგრამ ძირითადი მისი დანიშნულება იყო 184 აუტისტი, დაუნი და უფეხო ინვალიდი ბავშვების მომსახურება, ლობირება და პატრონაჟი, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად კლუბის მიღმადაც კი 24 წლის ბექგრაუნდით მოვდივარ და უამრავ რამეს ვაკეთებ. თქვენ როცა მოხვედით 2012-ში, ანუ ჩვენ როცა მოვედით, ალბათ გახსოვს 2011 წელს, როცა სააკაშვილის დროს ადამიანი გაიყინა ზამთარში, პროტესტის ნიშნად მე დავდგი გაშვეთის უკან უზარმაზარი სამხედრო პალატა, სადაც 600-მდე ადამიანი გადავარჩინეთ გაყინვას. თუმცა იმ დროინდელი მერი ბატონი უგულავა, ავაცახსენებელი, საკმაოდ მიშლიდა იმ დროსაც კი და თელმა თბილისს მოიცის მოკლედ კახა, საოცარი ნოველის დონეზე ხდებოდა, სასაცილო იყო, რომ არ ყოფილიყო სატირალი. რაც შეეხება ჩემს ახალ მდგომარეობას, ეს კლუბი ელემენტარულად წართმევის პირასაა. ეს რომ ვინმეს მოეყოლა ჩემთვის კახა, რომ ბიზნეს დროს შესაძლებელი იყო ეგეთი რამე. კახი კალაძის დროს ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ ვიღაცას მერიას კი ბატონო თუ ნაცებით გაჟღენთილ ადამიანებს. ყველგან არის თავისი პატარა ჯგუფები, ეს ნახეთ არ მიყვირს, გველი ყველგან ძვრება. მაგრამ მიუხედავად ამისა, გაგრძელდა წელიწადია კლუბი დაკეტილია კახა. დაკეტილია იმიტომ, რომ იჯარა გაუვიდა, მაგრამ იჯარის გასვლამდე მან საოცარი რაღაცები მოხდა. მე მინდოდა ჩავამეყალიბებინა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელობის აუტიზმის ცენტრი. მადლიერების ნიშნად რამე თუ ის ყოველთვის გვეხმარებოდა ძალიან ელემენტარულად, როგორც ადამიანი, პიროვნება ძალიან მიყვარს და ძალიან უაფასებს. ის ხალობით ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს და ჩვენთან ერთად იყოს. ეს პათეტიკა არ არის და წითელ სიტყვაობა. უბრუნდები ისევ კლუბს. შემოვიგდეს ორი გარეწარი კახა, რომლებმაც ყველაფერი აურიეს. მოკლედ, ეს ისტორია თავს აღარ შეგაწყენ, ამას თვითონაც ძალიან კარგად და მარარტივად გაიგებ ალბათ თუ მოინდომებ.
საქმე იმაშია, რომ ამჟამად ვართ ბორტის იქით. ანუ კლუბი, რომელიც აშენდა 4 ოჯახის ბოლო კაპიკები, ჩვენი საკუთარი ფულით. ყველაფერი. წართმევის პირასაა. ვერ შევდივართ. არ ვიცი ვის არ გადებული. რაც თავარია. შენსგან მოსასვლელ ნებისმიერ გზას გიბლოკავენ ხა. მე ვერ შეხვდი, ვერ მოვედი, ჩემი მიმართვებით ისე ბორტის მიღმა დარჩა ყოველად გაუგებარი მიზეზების გამო. კახა ჩემო კარგო. 13 წელიწადია, 12. მე ვარ თქვენს გვერდში. არავისთვის არაფერი და არასოდეს არ მომითხოვე. ნიშნად. აუ რაღაცა, არა. თელმა თბილისმა იცის, რომ ყველა არჩევნებზე მიკროავტობუსებით მომყავდა თქვენთან. თქვენთან რა, ჩემს გამო თუ გინდათ, ხო ეს მარტო თქვენზე არის საუბარი აქ. მე გედექით გვერდში, იმიტომ რომ მე ესე მწამდა და მწამს. ყოველთვის გედექით გვერდში და ვაკეთებდი მაქსიმუმს, რასაც ადამიანის მიერ ადამიანის დახმარება ქვია. და არასოდეს უთქვია მერების აი მე რაღაცა დავაკეთე და მე არასოდეს არ კიდევ ხო ვაფიქსირებ. არასდროს არავინ შემიწუხებია რაღაცა მადლიერების გამოსახატავად იქით ამხრიდან. მე ამას ვუკეთებდი ჩემ ქვეყანას უფალს და თქვენ. რაც შეეხება კლუბს, როდესაც ვიყავით, იქ იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი, პოეზიის, ფერწერის, ხელოვნების ამ ბავშვთა ლობის აუცილებლად რაღაცები ხდებოდა და რაც თავარია, ჩვენ ფრანგ მუსიკოსებთან ერთად გამოვიგონეთ მეთოდი, საოცარი მეთოდი, საავტორო უფლებები იყო დარეგისტრირებული, რომელიც უმძიმეს აუტიზმის სტატუსში შესულ მოზარდებს და ბავშვებს შვედის გამოყალთ მდგომარეობიდან და ჩვენ რეალურად დოკუმენტირებული მასალა გვაქვს ამ საოცარი შედეგებისა. კახა მოკლედ ეს კლუბი დაგვიკეთეს. ყველანაირი მახინაციებით რა თქმა უნდა პირველ რიგში ზურგის გამაგრებით შენი უწყების მხრიდან. მე ვიცი რომ შენ ეს არ იცი. ან თუ იცი ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ალბათ ის ვინც რაღაცა მოგიყვან კლუბის შესახებ მტკნარი სიცრუეა. ნებისმიერი ჩვენი ქმედება, კახი, ეს დოკუმენტირებულია, მე რაღაცებს გამოვიგზავნე, ეხლა მიმდინარეობდა შენს მიერ პირადად და მერიის მიმართ მაძლიერების მადლობის ნიშნი და ქვეყანა მიცოდა, რომ იქ თუ რაღაცა ხდებოდა სასიკეთო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების, ის ხდებოდა თქვენი ეგიდით, თქვენი დახმარებით და მე ამას ყოველთვის წითელ ხაზს უსმევდი. იმიტომ რომ ესე იყო საჭირო, იმიტომ რომ ესე იყო და ეს უნდა გამეკეთებინა როგორც ადამიანი და როგორც მოქალაქე. კახა მე 6 შვილის მამა ვარ, ჩემო კარგო. შენ როგორც გენიალურმა მამამ მართლა საქებარ მამამ გადასარევად იცი რა არის ეს. 4 შვილი ჩემია, 2 აყვანილი მყავს. გარდა ამისა, იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვერიდან გადმოვედი, ნატახტაში. ავიღე ტერიტორია, სახლია პატარა და იქ ცხოვრობთ მთელი ჩვენი ოჯახი და გარდა ამისა, ძალიან ბევრი კუჩის ბავშვი, აუტისტი ბავშვი, ვთქვათ, ისაც მშობლები არ აყავს. მოდიან ჩვენთან, რჩებიან, იქ გვაქვს საქმიანი ეზო, გამოფენები ღია ცის ქვეშ. მოკლედ, მეწევით ძალიან ისეთ აი კარგი სიტუაცია გვაქვს. მოკლედ და ჩვენ პატარებს და მოზარდებს რაღაცას მაინც ვაგებინებ. მით უმეტეს ამ კატეგორიის ბავშვებს საოცარი მიდგომა და საოცარი ვერჩით გომაჭირდება. კახა იმის გამო რომ კლუბი დაკეტილია და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პირადად მე ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს კლუბი იყო. ვერ გადავიხადი იპოთეკა. და საქართველოს ბანკმა აი ამ დღეებში მოინდომა რომ ჩემი სახლი გაიტანოს აუქციონზე. გესმის? ანუ მე მთელი ჩემი 14 სულიანი ოჯახი, სადაც 2 ახალშობილი ყავს, უნდა გავიდე გარეთ. გარეთ უნდა გავიდე მხოლოდ იმიტომ რომ ვარ ავად. ერთ ლექციებზე დავდივარ სხვა ქვეყნებში,
ვერაფერს ვაკეთებ, კიდევ ვიძახი, რომ 3 წელიწადია ბოლო ეს იყო ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო, რასაც მოდი რა გაზვიადების გარეშე გეტყვი და პათეტიკის გარეშე. სადაც პურის ფულს შოულობდით და შემოგვქონდა თითოეულ 64 ოჯახიდან თავის სახლში. გახა, ჩემო კარგო, ჩემო უმცროსო მეგობარო, ჩემო ვაჟკაცო კაცო, მე ქუჩაში ვრჩები. ჩემი ოჯახი დადგა საოცარი საფრთხის წინაშე, რასაც განადგურება ქვია და არც ამას არ ვაზვიადებ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ განიზრახა ჩემი ამ საქმიანობის მოშტო. როგორც კი გაიგე, სადამ უწყდება ეს დღე, რომ მე იქ ვაპირებდი აი ამ მსგავსი ცენტრის ხმის გითხარი კიდევ გაკეთებას, მესამე დღესვე შემოვიდა და დაიწყეს თვალთმაქცური ქმედებანი, მე ვერ გავიგე რაში იყო საქმე თავიდან, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დამარცხეს. მას მერე იყო კახა რამოდენიმე არ დაგიმალავ ცდილობა შენთან დაკავშირებისა, თუმცა ფუჭი შემდეგ დაიწყო ეს აუგზაური და მაქსიმალურად ვითმენდი და ვითმენ ეხლაც რომ ვიცი რა დღეში ხარ, ვიცი რომ პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში და იმ მართლობაში, რომელსაც კიდევ ახალ ვიძახი, ვუკეთებ მაქსიმალურად იმას, რაც მე შემიძლია, და რის საშუალებას მე მაქვს. ამ რეალობაში, ამ გარემოებაში არ მინდა დავრჩე აი ესე მიტოვებული, მასხრად აგდებული და ქუჩაში გაგდებული. კახა არ იმსახურებ ამაში. არც თუ ვარიანტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა მაინც როცა შენ ეს ჩემი სიტყვები გესმის, კიდევ ერთხელ ვიძახი, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მინიმუმი გააკეთებ იმას, რომ დამიბრუნო ჩემი კუთვნილი ქონება. რაც შეეხება იჯარას, რომელსაც ქვია რიყეზე, ჩვენ უკვე შემოტანილი ვართ თხოვნა გაგრძელებაზე და იმედია, რომ ამაშიც მოგვეხმარება. ეს არის ჩვენი ერთადერთი თხოვნა. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვეძლო ბიზნესის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. მაგრამ უამრავი ჩემი მეგობარი მისი პირადი ახლობელია, მაგრამ გეტყვი არც იმას გეტყვი რომ არანაირი უფლება არ მქონდა მე თქვა ბიზნესთვის, მანამ სანამ არ გააგებინებდი შენ. რამე თუ ეს პრობლემა ჩემი დაიწყო მერიიდან და გრძელდება მერიით. მერის თავკაცი ხარ შენ. მე არანაირი უფლება არ მაქვს კახი კალაძის გარეშე ეს ჩემი პრობლემა ვინმეს ვაცნობო სხვას და დახმარება ვთხოვო ამ სიტუაციაში. ამიტომ გევედრები ვთხოვ ჩემო კარგო დამეხმარე გავიაროთ ყველაფერი ერთად რაც მოხდა შენთვის ეს ძალიან მარტივი გადასაწყვეტია და არ ამგონია რომ შენაირმა ადამიანმა ბოროტება მიაგოს წილ სიკეთისა ამას მართლა გამოურიცხავ და ელემენტარულად პატივი არ ასცეს იმას რომ ყავს ადრას თბილისში ადამიანი მით მუდამ 25 საათი კრუგლას უტაჩნი მეგობრობა რასაც ქვია მის გვერდშია მთელი თავისი მეგობრებით მთელი თავისი საახლობლოთი და ყოველთვის ბედნიერი ვიყავი იმით რომ ბიზნეს რეჟიმში ვცხოვრობ თქვენს გარემოცვაში ვცხოვრობ და ვსუნთქავ თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კახა ვარ საბედისწერო ნიშნულის წინ და იმედია არც ქართული ოცნება და არც კახი კალაძე მე არ გამწირავს ინაცერ გმაგლуб შემოკარგო გეხვევი შენდობას ვითხოვ შეწუხებისათვის და კიდევ ერთხელ გიდასტურებ
მოწიწებას, პატივისცემას, მით უმეტეს, რომ მამაჩემი, რომელიც ცნობილი დისიდენტი იყო, აწ გარდაცვლილი, ბატონი კარლოსთან მეგობრობდა, როგორც მე ვიცი, და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.